ხო. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგის თემა არის ჩვენი მოსაზრებები ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით და ზოგადად იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომებზე. თქვენ იცით, რომ ჯგუფი შექმნილი არის საარჩევნო რეფორმის ჩატარების მიზნით და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, იმისთვის რომ საქართველოში იყოს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა და გარემო. ჩვენ ძალიან ვწუხართ იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ფაქტიური მუშაობა ნაკლებად შეეხებოდა საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნას, ზოგადად როგორც გამოჩნდა, ჯგუფის შეხვედრები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ჯგუფი არ ცდილობდა იმას, რომ საქართველოში შეცვლილ იყოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით წლების განმავლობაში და არა მარტო ჩვენ, არამედ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ხელისუფლებაში, ისინი აკრიტიკებდნენ ჩვენს უსამართლო საარჩევნო სისტემას წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არის ტენდენცია იმისა, რომ როდესაც პოლიტიკური პარტია იმყოფება ოპოზიციაში, მან უკეთ იცის გარკვეული პრობლემების შესახებ და უკეთ იცის რა არის საჭირო და უკეთესი ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ხვდებიან ხელისუფლებაში, ისინი არ არიან თანმიმდევრულები და შესაბამისად ძალიან კარგი მაგალითი არის ამისა ზუსტად ეს ინტერფრაქციული ჯგუფი და ინტერფრაქციულ ჯგუფში წარმოდგენილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები და პარტიები. ეხლა რაც შეეხება ზოგადად პროცესის შეფასებას, როგორც გითხარით, ამ სხდომების შედეგად ჩვენ ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოში შეცვლილ იყო საარჩევნო სისტემა. ჯგუფის მიზანი ეს არ ყოფილა, როგორც ჩანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ განცხადება და ასევე შევიმუშავეთ პეტიცია ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვდით 50%-იანი ზღვარის შემოღებას მერებისა და გამგებლებისათვის და ასევე ვითხოვდით მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას. სამწუხაროდ ეს არ იქნა გათვალისწინებული. ახლა მე გეტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი. პირველ რიგში 50%-იანი ზღვრის შემოტანა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი მერს და გამგებელს და ეს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ ლეგიტიმაციას მიანიჭებს პირდაპირ არჩეულ მერსა და გამგებელს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კონდეს ჩვენ საქართველოში. მეორე არის ის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემოღების შემთხვევაში ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი იქნება დაცული. დღეს როგორც იცით თქვენ, მაგალითად 1500 ადამიანს და 1500 ადამიანი დასახლებულ სოფელს მაგალითად აქვს ერთი მანდატი საკრებულოში და იგივე ერთი მანდატი აქვს 20,000-იან სოფელს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ესეც არ არის სწორი და ამაზე საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები და ამის გამოსწორების რეკომენდაციები ძალიან ბევრს მიუწია მოქმედ მთავრობისთვის და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფაქტობრივად აუარესებს ჩვენს საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, ეს არის დაკავშირებული დამოუკიდებელ კანდიდატებთან. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები ამ რეკომენდაციებს აძლევდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე არის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებსაც ჩვენ ვარღვევთ. დღევანდელი ცვლილებებით ფაქტობრივად დამოუკიდებელ კანდიდატებს არ ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ერთადერთი გამონაკლისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი მიეკედლებიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რაც არის არასწორი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა იყო არაეფექტური. ჩვენ გუშინ დავტოვეთ საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა იმის გამო, რომ ძირეულ ცვლილებებზე საუბრის სურვილი არ არსებობდა ამ სხდომაზე და მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებზე იყო საუბარი, რაც ჩვენთვის იქნა მიუღებელი და ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის, რომ ჩვენ დავტოვეთ ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა. მადლობა.
როგორც ეკამ უკვე ახსენა ფაქტიურად გარდა იმისა, რომ პირდაპირ ხდება მერებისა და გამგებლების არჩევა, სხვა ტიპის ცვლილებების იგივე საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებით ინიცირებული არ არის, ანუ ფაქტობრივად მომავალი არჩევნები ჩატარდება იმავე სისტემით, რითიც ტარდებოდა წინა არჩევნები და რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას და ნაკლოვანებას მინდა გაუსვა ხაზი, რაც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ ამ სისტემას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, ცალსახად უპირატეს მდგომარეობას ანიჭებს ნებისმიერ მმართველ ძალას, მმართველ პარტიას, ანუ პარტიას, რომელსაც უჭერს ამომრჩეველთა უფრო მეტი უმრავლესობა, ანუ უმრავლესობა მხარ შესაბამისად არათანაბარ აპრიორი არათანაბარ პირობებში აყენებს მმართველ ძალას, ანუ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სხვა პარტიებთან შედარებით. გარდა ამისა, მოქმედი გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის შერეული სისტემა, ანუ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა, ერთდროულად არჩევნები, აღნიშნული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში. ანუ თეორიულად შესაძლებელია, რომ პარტიამ, რომელმაც მიიღო თქვათ 30% მხარდაჭერა ამომრჩევლების და პროპორციული საარჩევნო სისტემით, ამით დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა, საკრებულოში მას ყავდეს გაცილებით დაბალი პროცენტული წარმომადგენლობა და ეს ანუ ამომრჩევლის ნება პროპორციულად არ აისახება შესაბამისად მანდატებში. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სისტემაში ძალიან შესაძლებელი იყოს ძალიან დიდი რაოდენობით და ეგრეთ წოდებული ამორჩევლის დაკარგული ხმები, რაც გვხვდება მაჟორიტარი კანდიდატების და იგივე თუნდაც გამგებლებისა და მერების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს ბარიერი საერთოდ არ აქვს, თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა უბრალოდ არ მისცა. მაგალითად, თქვათ 30%-ით გაიმარჯვოს კანდიდატმა, მაშინ როდესაც 70% ამომრჩევლისა უჭერს სხვა კანდიდატებს მხარს. ამიტომ მათი ხმები არის დაკარგული, ანუ იგნორირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი ერთი ხმის თანასწორობისა თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ირღვევა, მსგავსად საპარლამენტო არჩევნებისა, იმიტომ რომ არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ანუ სხვადასხვა სიდიდის ოლქები ირჩევენ ერთ კანდიდატს, ანუ ერთ მაჟორიტარს, რაც ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დარღვევა არის. შესაბამისად, ეს არის სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი ნაკლოვანება, რაც ჩვენ სისტემას ახასიათებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა დაგვიანებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მართლა სჭირდება დრო. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ იმ ორ პრინციპულ საკითხზე ყურადღების გამახვილება, ეს იყო ბარიერი, რაზეც ეკამისაუბრა და მრავალმანდატიანი ოლქები, რაც დროში მოსწრებადი იყო ჩვენი აზრით, არ საჭიროებდა ძალიან თქვათ ფუნდამენტურ ცვლილებებს და ვფიქრობთ, რომ აი ამ გამოწვევებს და ნაკლოვანებებს უპასუხებდა და აღმოფხრიდა. პრინციპში ჩვენი განცხადების ძირითადი საკითხები თემატურად ითქვა. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა რამდენიმე გარემოებას ხაზი. და პირველ რიგში ვთქვა ის, რომ ჩვენი ამ განცხადების მთავარი მესიჯი არის ის, რომ სამწუხაროდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჩვენს მიერ შეთავაზებული და მხარდაჭერილი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი პეტიცია, რომელსაც შემოუერთა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებები. ყველას შეიძლება ქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები თუ როგორ გააუმჯობესდეს საარჩევნო გარემო, მაგრამ ჩვენ შევჯერდით ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპულ საკითხზე, რომელიც ჩვენი შეფასებით მოსწრებადი იყო მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიან შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი. და აი ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განხილვაც ფაქტიურად არ დაწყებულა ინტერფრაქციულ ჯგუფში, ანუ მათი მზაობა, რომ განხილულიყო და არგუმენტირებულად ეთქვათ უარი, თუ რატომ არ შეიძლება ყოფილიყო ეს საკითხები მიღებული, ან რატომ არ შეიძლება ყოფილიყო მოსწრებადი, ან რატოა ცუდი ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ესეთი მსჯელობა იქ არ გამართულა, შესაბამისად ჩვენ ზოგადად არ გვახასიათებს ხოლმე რაღაც პროცესის დატოვება, ყოველთვის ვცდილობთ ბოლომდე ვიყოთ, ნებისმიერ ჯგუფში ბოლომდე მივიღოთ მონაწილეობა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ესა თუ ის ფორმატი იმისთვის, რომ პროცესის გაჯანსაღებას შეუწყოთ ხელი, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენი მონაწილეობა არის ფორმალური და მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მე თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ნამდვილად ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე ვთხოვ
იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა არიან პარლამენტში, მმართველ ძალაში, რომ დაუჯერებენ ჩვენს რეკომენდაციებს, მათ დაუჯერონ საკუთარ პოზიციებს, რასაც აფიქსირებდნენ ოპოზიციაში ყოფნის დროს. იმიტომ რომ ჩვენი რეკომენდაციები და მათი პოზიციები აბსოლუტურად იდენტურია. არ არსებობს ძველი ჩანაწერები და მოусმინონ საკუთარ ძველ ჩანაწერებს და ნახონ რას ამბობდნენ მაშინ სანამ ხელისუფლებაში მოდიოდნენ. სამწუხაროა ის რომ როცა ხარ ოპოზიციაში მაშინ გსურს რაღაც პროცესის გაჯანსაღება, მაგრამ როცა ხარ ხელისუფლებაში და გაქვს ბერკეტები რომ ეს პროცესის გაჯანსაღება რეალურად მოახერხო და რეალურად გაატარო რეფორმები, მაშინ გავიწყდება ეს ყველაფერი და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გამოქმედებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რასაც ჩვენ აქ წავაწყდით და უფრო მეტსაც გეტყვით, არათუ არ უმჯობესდება სისტემური თვალსაზრისით საარჩევნო გარემო, არამედ როგორც აღნიშნეს ჩვენმა კოლეგებმა, უარესდება კიდევაც, იმიტომ რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვს სურვილი რომ აფილირება იქნეს მოხდენილი მათთამი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, მათ აღარ ექნებათ შემოთავაზებული ცვლილებით უფლება რომ საინიციატივო ჯგუფებმა დაასახელონ დამოუკიდებელ კანდიდატებად. ანუ პირი იძულებული ხდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ იქნეს წარდგენილი მერობის თუ გამგებლობის კანდიდატად, რაც არის ძალიან სამწუხარო შემოთავაზება, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენთვის უთქვამთ და თავის დროზე როცა ეს კანონი ცვლილების სახით განხორციელდა, ყველა მათგანმა მოიწონა და ეს უკვე ყველას მიერ მოწონებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მოწონებული რეკომენდაცია დღეს იცვლება. იცვლება იმიტომ რომ როგორც ჩანს არსებობს შიში რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეიძლება არჩევნებში დაამარცხოს მათთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის წევრი და ეს არის ცალსახად გაუარესება ამ არჩევნების და ჩვენ ვთხოვდით რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე რომ რა სჭირდება ქვეყანას, საით მივდივართ ჩვენ, რისი მიღწევა გვინდა და ქვეყნის ინტერესები იქნეს დაყენებული უფრო მაღლა ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესები. დიახ. კი ბატონო, ან რაც შეეხება მაგ შეკითხვას, ჩვენ სისტემასთან დაკავშირებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ როგორც ჩანს სისტემაზე მსჯელობას და განხილვაში მონაწილეობას ჩვენი მხრიდან არ აქვს არანაირი აზრი, ამიტომ ამ კუთხით ჩვენ აქ აღარ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ნუ თუ იქნება სხვა საკითხები, ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ პარლამენტთან აღარ ვითანაშრომლობთ არასოდეს, რა თქმა უნდა, ესე არ იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტთან მუშაობას, უბრალოდ ამ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობას კი იგნორია. ანუ რა არის განხილვა? განხილვა არის ის, რომ როცა ერთი მხარე და ერთი მხარე არა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამბობენ იმას, რასაც ამბობდი შენ სულ რაღაც 2-3 წლის წინ და ამაზე უბრალოდ არგუმენტი არ აქვს და უბრალოდ ამბობ რომ არა ეს ეხლა არ გვინდა, მაშინ განხილვაც არ არის ეს და შესაბამისად იცით არის, ანუ უბრალოდ ხდებოდა სრული იგნორი, ანუ ჩვენ მოვამზადეთ უფრო დიდი დოკუმენტი, სადაც კონკრეტულ საარჩევნო სისტემებს თავაზობდით, რამოდენიმე ალტერნატივას იცით ალბათ თქვენ ამაზეც ვისაუბრეთ. შემდეგ უკვე დავიწროვდით იმის გამო, რომ ჩავთვალეთ, რომ შეიძლება დრო არ ეყოთ და ამიტომ ყველაზე პრინციპულ საკითხებზე ჩამოვყალიბდით და ის შევთავაზეთ, მაგრამ ანუ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, წაკითხული გვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ თავაზობთ მხოლოდ ამას, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ანუ ეს არის 40%-იანი, 33%-იანი ბარიერი, ფაქტიურად ის ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ბოლოს ნახეთ, რომ მხოლოდ იცვლება შევიდა დოკუმენტში, რაც საბოლოოდ წარმოადგენს. ამიტომ ეს არ იყო განხილვა, ეს იყო ჩვენი აზრით უბრალოდ ფორმალური ჩვენი ჩართულობა და მონაწილეობა და რეალურად საბოლოოდ ეს იყო ბოლოს ხდომა, რაც სისტემას უნდა შეხებოდა, ჩვენ ესე ვიცოდით, რომ ეს იყო საბოლოოს ხდომა, რაც აი ამ თემას მიეძღვნებოდა, იმიტომ რომ სხვა საკითხებიც არის განხილვის საკითხი, ამიტომ ჩვენ დავინახეთ, რომ არასაერთოდ არც მსჯელობდნენ ამ თემებზე, აპრიორი შემოგთავაზეს ის ვერსია, რაც დასახელდა მთავრობის მიერ. ანუ მოისმინეს, მიიღეს ეს დოკუმენტები უბრალოდ და არა თუ არ იქნება კი ბატონო, მოდი. განმარტება გავაკეთო.
კანდიდატებს მიმართავთ გვახსოვს პოლიტიკური ჩატარებული კამპანიები, რომელსაც ნახევარსფეროს შედეგი მოჰყოლია. ახლა თუ გეგვაქვს რაიმე მასშტაბური იცით რა არის ძალიან რთულია ახლა ეს პროცესი ერთი თვეც თუ გავიდა ისე რომ ახალი ცვლილებები არ იქნა მიღებული ის რასაც ჩვენ თავაზობდით მე რა კამპანიაც არ უნდა ჩავატაროთ ჩვენ აზრს კარგავს ყველა კამპანია იმიტომ რომ მე დარჩენილ დროში უბრალოდ ვერ იქნება მოსწრებადი სისტემური ცვლილებები ამიტომაც როგორც აღნიშნეს ჩემო კოლეგებმა სწორედაც შესაძლებელია ეგ გაცვლაც იყო რომ დაგვიანებულ შექმნილიყო ინტერფრაქციული ჯგუფი რათა მე ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები ვეღარ მოსწრებულიყო და არ ჩვენ ქონდა დრო იმისთვის რომ რაღაც ადვოკატირების კამპანია ჩაგვეტარებინა ამ კუთხით ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაშია ეხლა რაღაც საარჩევნო პროცესი მაგრამ რაც შეეხება იმას რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელების მარეგულირებელი ნორმა რომელიც კანონში დევს აი ეს უქმდება ამასთან მიმართებაში ჩვენ მოვიფიქრებთ კიდე რა შეიძლება გავაკეთოთ გარდა აი ამ აქტივობებისა ალბათ მხოლოდ ჩვენ რა ალბათ საზოგადოებამ უნდა კარგად გაიაზროს ის რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომლითაც ცალსახად უარესდება საარჩევნო გარემო და ალბათ ჩვენ დაგვჭირდება მხარდაჭერა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად საზოგადოების იმისთვის რომ თუ არ გაკეთილშობილდება არ გაუარესდეს მაინც ის რაც ჩვენ გვაქვს და რაც ანუ უნდობლობის პროცედურაც ხო ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ანუ არჩეული გამგებელი ნებისმიერ დროს შეუძლია საკრებულოს რომ გადააყენოს ხო ან ესეც არის მოქალაქეებს ანუ იმ მოქალაქეებს რომლებიც არ უჭერენ მხარს არც ერთ პოლიტიკურ ძალას ფაქტობრივად მათ ეზღუბება იმის უფლება რომ აირჩიონ დამოუკიდებელი კანდიდატი ამაზე არის საუბარი ანუ აუცილებლად პირი უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ ესე არ მოხდება დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის უფლება საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნება და შესაბამისად ვერც მოქალაქე ვეღარ აირჩევს დამოუკიდებელ ანუ თუ არ მოგწონს აუცილებლად ვინმე უნდა მოგწონდეს ან კოალიცია ქართული ოცნება ან ნაციონალური მოძრაობა ან სხვა პოლიტიკური პარტია სხვა დანარჩენ შემთხვევაში არჩევანი არ აქვს არჩევანი ეხლა ჯერ კიდევ არის დრო თუ ამაზე სტრატეგიულად და პოლიტიკურად თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული შეიძლება მოსწრებადი არის იმიტომ რომ როგორც მინდom თქვა ჩვენ დავისწროვდით და მართლა კონკრეტულ საკითხებზე და ძალიან პრინციპულ საკითხებზე შევჯერდით ეს არის შესაძლებელი მაგრამ ეხლა უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებას როგორც ჩანს არ იღებენ და არც აქვს სურვილი ხო იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ამ განხილვების კითხვა რო იყო რომ განხილვები არ იყო ანუ განხილვები არის რა როდესაც შენ რაღაცას წარადგენ და ისინი გეუბნენ რომ ეს არის ცუდი ამიტომ და მე შენ კიდევ არგუმენტს შენ რომ მიხვალ და უბრალოდ მოგისმენენ და მე ამ დოკუმენტს გადადებენ და თავის პრემიერის განცხადების შემდეგ შეცვლიან ისე კანონს როგორც პრემიერმა თქვა იმის გათვალისწინებით ახლა ყველას გახსოვთ რომ პირველი მოსმენით მიიღეს კანონის 50% არის გათვალისწინებული ხო შესაბამისად უკვე ჩანს რომ ამ ინტერფრაქციულ ჯგუფში ვინც რაც არ უნდა თქვას ეს არ იქნება გათვალისწინებული და ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ერთი ადამიანის მიერ ხო ანუ ვერც ინტერფრაქციული ჯგუფი ვერ ღებულობს ხო არის